ზეინებ, ხალილ იბრაჰიმთან გაფრთხილების გარეშე მიდიხარ. პრობლემები გექნება. კონდესელიფ. ახლა ხალილ იბრაჰიმა გამარტყას სახეში. გავზრდებით. ზეინებ, ისე არ გამოიყურები როგორც ადამიანი, რომელიც ცილის მისაღებად მიდის. როგორ გამოვიყურები? უფრო როგორც ერთმანეთს ვაკოცოთ, შევრიგდეთ. ელიფ, ყველაფერზე შეგიძლია რაღაცა თქვა. ისედაც ნერვიულობ. მარტო წავა. არა, როცა სადმე მარტო მიდიხარ, ყოველთვის რაღაც ხდება ზეინეფანი. იქვე ახლოს მაინც ვიქნები. შენ და შენი ცოლი ყველაფერს აზვიადებთ. როგორც ცივილიზებული ადამიანი მივალ და ბოდიშს მოვუხდი. ზედმეტი მომივიდა? სახეში გარტყმა საჭირო არ იყო. ძალიან ზედმეტი მოგივიდათ. ამას არ ვგულისხმობ. მაშინ? კარგი, რადგან ვერ შენიშნე, ესე იგი ზედმეტი არ მომსვლია. თუ თქვენს ჩაცმულობას გულისხმობთ, მე ძალიან მომწონს. დიდი მადლობა. მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმის შემდეგ ცოტა ზედმეტია. გეყოფა შოთა. მოდი, ევუს, მოდი, სახლში ვარ. ზეინები ახლა მართლა ხალილ იბრაჰიმთან მიდის? მიდის. მაგრამ არ ვიცი ეს როგორ დასრულდება შვილო. ჯერ მიადოვა, შემდეგ მიდის და შერიგებას თხოვს. ბიჭითან ახმა ახლა ზეინები უარს ამბობს. ღმერთმა კეთილი ბოლო მოგწეს. ამინ, ამინ. ყველა ჩვენგანს. ევუს რა უნდოდა? ტელეფონით არაფერს, მაგრამ მოვა და იმას მეტყვის, რასაც ნარგიზი და დურსუნი ამბობს. დარწმუნებული ვარ. შვილო, მომისმინე. შენს გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ დამლას არაფერი დაუშავებია, შვილო. არა, დედა, არ დაუშავებია. მამა ჩემი ავადმყოფი ორგანოების გამო მოკვდა რა? ღმერთო ჩემო, გოგონას მამა შენთან რა პრობლემა უნდა ქონოდა? მე ვთხოვე ჩემთვის რომ ეს იამოვნებინა, კიკას ოჯახთან ამიტომ წავიდა. თუ ვინმეს უნდა ასიამოვნოს, მხოლოდ მე, დედა. ვალდებული იყავით ჩემთვის გესიამოვნებინა. კარგი, ეგ კიკილარები რას ამბობენ? შენი წინადადება მიიღეს? ვუთხარი, ფულზე ვუთხარი. მივხვდი რომ რა თანხაც არ უნდა მივცე, ისქანდერისგან უფრო მეც მიიღებენ. ამიტომ პარტნიორობა შევთავაზე. რა პარტნიორობა, დედა, რას ამბობ? შევთავაზე დიდ ფსონზე ითამაშონ. რადგან ჩემს სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისი მოშორებაც მჭირდება. მიგითხარი ასეთი რამ გეთქვა? უკითხავად მსგავს გადაწყვეტილებებს რატომ იღებ? შევთავაზე და დამთანხმდნენ. რა გინდოდა შვილო? ხომ გინდოდა რომ არ შეგვაწუხონ? კარგი, ისკანდერი ან ვინმე მათ ჩვენს მოკლას თუ შეუყვეთენ, მერე ისინი რას იზამენ? მოვლენ და ჩვენთან ერთად მაგიდასთან დასხდებიან. გასაგებია? ღმერთო ჩემო. რომელი გრძნობა მუსარას ამბობ? იარაღით ვაჭრობის რა გაგეგებათ? მე ზუსტად ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ეჰაია დათანხმდა, იარაღში ფულს მაინც არ გადავიხდითო. აშკარაა რომ ძალიან ბევრი შეკვეთა გვექნება. სისხლის ზღვა დადგება და იარაღში ფული რატომ დავხარჯოთო? ასე არ არის ზმაო? ისკანდერ ბეი, ჩვენ ისედაც მთლიანად ამ საქმეში ვართ. ჩვენი მიზანი კლიენტების წრის გაფართოებაა. ვინც ხალილ იბრაჰიმს ესვრის, ვინ ფიქრებს ესვრის, ვინ თქვენ? ჩემი ძმის მიზანია ყველას ფასი გავიგოთ. მოკლედ რომ თქვათ ძვირფასო ისკანდერ, ჩემთან ნედიმე ჰანიმზე უკეთესი შემოთავაზებით უნდა მოხვიდე. იმისთვის რომ ერთი გზით სიარული შევძლოთ. გასაგებია. ნედიმესგან აიღეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ, შემდეგ კი მოიშორეთ ის ადამიანები, ვისაც მე დაგისახელებთ.
ხომ იცით უფრო მეც მოგცემთ ვიდრე ვინმე სხვა. თუ ჰალილ იბრაჰიმს გულისხმობ, მაშინ არ ჩავერევით. ამისთვის არც ფული გეყოფა და შენს ძმას რა სჭირს? ადრე ადამიანებს არ არჩევდა. ადრე არც საკვებს ვარჩევდი, მაგრამ ახლა შახარი გვაქვს, წნევა, პანიკური შეტევები, ასე რომ ისკანდერ ბეი, როგორც წესი ისეთ ადამიანებს უკლავთ, ვისაც არავინ დაიტირებს. როცა საუბარია ჰალილ იბრაჰიმზე, მისი სიკვდილით ჩვენც კი გული დავწყდება. ასე არ არის ძმაო? დიახ, გული დავწყდება. მეც გული დამწყდება. ბიჭი ჩამოვიდა და ყველა უსისხლოს თავისი ადგილი მიუჩინა. მეორე ჰალილ იბრაჰიმს სადღა ვიპოვი? მუსა. ამას იმიტომ თუ არ ამბობ, რომ ფასი აუწიო, მაშინ არაფერი მწოდნია. არაფერი იცი, ისკანდერ. ყველა ფული არ არის. წერტილი. Turan, Osman. Merhaba. გამარჯობა. ხალილ იბრაჰიმი აქ არის? რაში გაინტერესებს ზეინებ? Aşk olsun. კარგი რა, ოსმან. Dün bir hata. გუშინ შეცდომა დავუშვი და მოვედი რომ გამოვასწორო. ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია ზეინებ? ბატონებო, შეყვარებულ წყვილს შორის ნუ ჩადგებით. Şota. შოთა, Susar mısın? გთხოვ გაჩუმდი. მხოლოდ დაველაპარაკები და წავალ. პრობლემას არ შევუქმნი. პირდებით. კარგი, წადი ელაპარაკე. თუ საერთოდ შემოგხედავს ზეინებ. შოთა, ჯერ არ დაგვიწყებია თამერის საქმეში რაც გააკეთე. ჰა, ძმაო, ხო. ყველაფერს ივიწყებს ამის გარდა. Merhaba Didem. გამარჯობა დიდემ. Ne işin var ამ senin burada? სახლში რას აკეთებ? Ne işin var? ამ სახლში რას ვაკეთებ? Şöyle söyleyeyim. მაშინ ასე გეტყვი. გუშინ ცუდად მოვიქეცი. ხალილ იბრაჰიმს ვაწყენინე. აქ იმიტომ ვარ, რომ ბოდიში მოვუხადო. Yani ხალილ იბრაჰიმთან მინდა საუბარი და არა შენთან. Senden özür bekleyen შენგან ბოდიშს არავინ ელის. და არ შენი ნახვა უნდა. Didem, bunu დიდემ, Halil თუ ამას İbrahim'in თვითონ ხალილ kendisinden იბრაჰიმისგან duyarsan, მოვისმენ bir აღარ daha მოვა. gelmem. ახლა შეგიძლია უთხრა რომ Senden მოვედი. geldiğimi. dün gece seni bir daha görmek გუშინ ღამით istemediğini მითხრა რომ söyledi შენი bana. დანახვა აღარ უნდა. ამიტომ არ ვაპირებ ისევ ვკითხო. Şimdi biraz სიამაყის თუნდაც ერთი წვეთი თუ გაქვს, აქედან წადი. Sana ne? ჩემი ღირსება და სიამაყე რატომ გაინტერესებს? Müsaade eder misin? გამატარე. Etmeyeceğim. არა, და არც არასდროს Halil შეგიშვებ. İbrahim'le ne yaşadıysan შენი და yaşadın. ხალილ იბრაჰიმის ურთიერთობა დასრულდა. Şu an benimle beraber. ახლა ჩემთან არის. Saygı duy ამას ve პატივი kabul იცი et. და შეეგუე. Bir daha da აღარასდროს evimize de მოხვიდე. mekanımıza da gelme. არც ჩვენ სახლში და არც ჩვენს რესტორანში.
Didem? დიდემ, Hayırdır? რა Kimle მოხდა, ვის ეჭყობე? ზეინები იყო. შენი ნახვა უნდა და ვუთხარი რომ მასთან საუბარი არ გინდა და გავაგდე. İyi yaptın. სწორად მოიქეცი. Ama bir daha bana მაგრამ სხვა დროს არავინ გააგდო, ვინც ჩემთან სალაპარაკოდ მოვაგასაგებია? ჩემი სიცოცხლე, ვიფიქრე მომხდარის შესახებ სალაპარაკო არაფერი გაქვთ. არასწორად მოვიქეცი? როგორც გითხარი, სწორად მოიქეცი, მაგრამ მაინც გაითვალისწინე. კარგი. ხო მართლა, საღამოს ყველა რესტორანში მივდივართ. ახლავე გეუბნები, იმიტომ რომ მოსამზადებლად დრო გქონდეს. რამე განსაკუთრებულია? Sen var. შენ ხარ განსაკუთრებული, სხვა რა უნდა იყოს. Hayırdır რა Zeynep ზეინებ Hanım? ხანიმ რა მოხდა? Ne oldu? Dün gece გუშინდელი არ გაიყო და გინდა მეორე ლოყაშიც გაარტყა? Zeynep. არი დირო, ჩემო პატარა, დაგინახავს. არ უნდა ნახოს რომ სასოწარკვეთილი ხარ, მაგრამ სასოწარკვეთილი ვარ. სემა, თუნდაც უარესად იყო. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, არ ვიცი. ბევრად უფრო უარესი იქნება. ნუ მაიძულებ ყველაფერი გითხრა. მანქანაში ჩაჯექი და წადი. სახლში გელოდება ადამიანი, ვისაც შეგიძლია შენს პრობლემებზე ესაუბრო. ამ გოგომ კარი ცხორწი მომიხურა. ბოდიშის მოხდის საშუალებაც კი არ მომცა. ყველა შენისთან არ არის რომ შანსი მოგცეს. Hadi gel. აქედან წადი ზეინებ. Zeynep. მიდი. სახლში წადი. წადი. გმადლობ. Osman. ოსმან, დავიღუპეთ. Ne oldu lan? Hiçbir რა şey მოხდა, ვერაფერი გავიგე თუ რა. ხედავ სემა როგორ მიდის. დიდი ალბათობით სამყაროს დასასრული დადგება. წავალ ბარკ ჩავალაგებ, აქედან გაგვაგდებენ. ვერ გავიგე თუ რა. შეგერგოს საყვარელო. Sağ ol. გმადლობ სიხარულო. გამაგებინე რა გჭირს დიდემ. უკაცრავად? Bu evden როგორ beni შეგიძლია kovmak დაუკითხავად demek სახლიდან ვინმე გააგდო? Sen dağdan ქუჩიდან geldin, მოხვედი და aldın სხვებს mı? აგდებ? ქუჩიდან არ მოვსულ ვარ. არ შემოუშვი, იმიტომ რომ ხალილ იბრაჰიმის მიმართ უფადი ვცემულობა გამოიჩინა. almadın. არ შემოუშვი? Bana bak. კარგად მომისმინე. Orada öyle შენ კი oturuyorsun. ასე რეაქციის გარეშე Ben bu ზიხარ? evden birini kovduğum zaman beni როცა ამ kovmak სახლიდან istedin. სხვა მე გავაგდე. Ne oldu benim გარისკენ kurallarım mı მიმითითე. değildi? Didem Hanım რა yapınca მოხდა ბატონო, serbest mi? წესები შეიცვალა? Ben ona gerek ის უთხრა, რაც საჭირო იყოს ემა. Neymiş ya? რა იყო საჭირო? Şu an და ახლა eşyalarını ბარკს topluyor mu ალაგებს? mesela? სემა, შენს ბოდიშს გიხდი. ხალილ იბრაჰიმს უკვე ვუთხარი რომ ასე აღარ მოვიქცევი. მაგრამ ვფიქრობ, ჩემს ადგილზე შენც იგივე სიზამდი. Bu ev onun. ეს სახლი მისია. Zeynep'in. მისია ზეინების სახლია. მისი არ არის სემა. ეს ჩემი წინაპრების მიწა. მისი ოჯახი აქ თუ დასახლდა, მხოლოდ ამის გამო სახლი მისი ვერ იქნება. მაგრამ თუ რამე მსგავსი თქვა, მაშინ მე მითხრას და გადავალთ. çıkar gideriz. Yüzünü შენი görseydi ნახვის söyleyecek, საშუალება რომ მქონოდა, ალბათ გეტყო და კიდეც. რადგან მოვიდა. ნამდვილად უნდოდა იმ საკითხზე ელაპარაკა, რაც მას ეკუთვნის, მაგრამ არ ამგონია ეს მისი სახლი ყოფილიყო. Kimle düşman იცი ვისთან მტრობა არ მინდა. Semay. სემასთან. Ben de. არც მე. Yavuz geliyor. იავუზი მოდის. Fikret abi. ალბათ ძმა ფიქრეთთან შეხვედრა აქვს. Yavuz. იავუზ,
Edanur, ედანურ, როგორ ხარ? iyilik senden ne haber? კარგად შენ? İyi. კარგად. Nasılsın? როგორც ყოველთვის. რა შევდი? Leyla yok mu? ლეილა არ mოვიდა? არა, ძმა ფიქრეთი აქ არის? Daha aşağıda mı? Aşağıda Yavuz Bey. დიახ, იავუს ბეი. მადლობ. Teşekkürler. Nesi var რა bunun? სჭირს? Damla yüzünden დამლას გამო Leyla ლეილა სახლიდან წავიდა. Bu Leyla'dan hiçbir şey ამ anlamadım ლეილასაც vallahi. ვერაფერი Yani გავუგე. önce zorla ჯერდოთ evlendirmeye ახმდა kabul ცოლეთი etti ძულებით senin გაყოლოდა. kardeşini severken. მიუხედავად იმისა, რომ შენი ძმა უყვარდა. შემდეგ უეცრად ბედნიერი გახდა და ახლა იავუს შორდება მამის სიკვდილის გამო, რომელმაც ძალით გაათხოვა. ედანურ, Asiye'nin ის აციეს შვილია. bunları anlamak ამას რომ için მიხვდა pek ერთი კი არა, bakacaksın. ყველა მხრიდან უნდა შეხედო. Bakalım bizim evde ნახო ჩვენ სახლში რა მოხდა. Efendim ვისმენ Sema. სემა? Tamam. კარგი, Tamam ben buradayım. კარგი აქ ვარ. დაველოდები. ძმაო, მამა დაკარგე. წუხარება გქონდათ. ერთმანეთ ძალიან ბევრი რამ მიყვა და ბევრი გადაიტანე. ყველაფერი მესმის, მაგრამ დამლას ისე ექცევი, როგორც დედა შენს არ მოექცევ. Kabahati bizim kıza yıkıyorsun. თელ დანაშაულს ჩვენს გოგონას აბრალებ. მომისმინე იავუს, ეს შენს დასაც უთხარი და ყველა ქალს ჩვენს ოჯახში. ახლა შენს გეტყვი. Sana da söyleyeyim git. წადი და ყველას გადაეცი. ჩემთვის ტყუილს ფერი არ გააჩნია ძმაო. ჩემთვის არ არსებობს ვარდისფერი ან ცისფერი ტყუილი. ჩემი შვილების დედას რატომ დავშორდი? იმიტომ რომ ჩემ ზურგს უკან საქმეებს აგვარებდა და მე მატყუებდა. Tamam mı? კარგი ძმაო, მაგრამ ადამიანის სახლიდან უნდა გააგდო იმის გამო, რომ სიმართლე არ თქვა. Önüne mi koyalım hemen onu? Ha? Sormayalım. არ უნდა ვკითხოთ ადამიანს, ასე რატომ მოიქცა? ვინმე მხომარა იძულა და ამას რამე მნიშვნელობა აქვს? მიზეზებს არ ვეძებთ იმისთვის, რომ შვება ვიგრძნოთ იავუს. Tamam abi. კარგი ძმაო, O zaman ben მაშინ მე ლეილას გავაგდებ. sebep. მიზეზი? Arkamdan ჩემ ზურგს უკან საქმეებს აგვარებს, მატყუებს. Ne gibi? რას? Ne önemi? რა მნიშვნელობა აქვს? Hafifletip შვებისთვის მიზეზებს ხომ არ ეძებ? Kardeşimin sana söylediği. ჩემი დის ტყუილი ვინმეს სიკვდილის მიზეზი გახდა? ამას გეკითხები იავუს. Birilerinin doğumuna მისმა engel ტყუილმა oldu ბავშვის დაბადება შეუშალა ხელი. diye. Ne diyorsun? რას გულისხმობ? ნორმალურად ამიხსენი. ლეილა მრავალი კვირის განმავლობაში მატყუებდა ძმაო. Biz hastaneye ექიმებთან დავდივართ იმის გამო, რომ ბავშვის ჩასახლა არ გამოგვდის. Meğer öğreniyorum. შემდეგ კი ვიგებ თურმე თავს იცავდა. En azından როგორც აღმოჩნდა, ჩემს ოჯახში ერთი ჭკვიანი ქალი მაინც ყოფილა. anlamadım. ვერ გავიგე? Bu manyak ამ მანიაკების ოჯახის გამრავლებაში არანაირი სარგებელი არ არის. Peki abi. კარგი ძმაო, Ben მე İzmir'e წავალ შენი ნებართვით. Bu arada babam მომართლა, მამა ჩემს უნდა დღეს თათბირი ჩაატაროს პარტნიორებთან. konuşalım dedi. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? Rızvan Leto. იმაზე თუ რა იქნება რიзвან ლეტოს შემდეგ. Rızvan რიзвან ლეტომდეც და მას შემდეგაც სირცხვილის მეტი არაფერია. სალაპარაკო რა გვაქვს? Neyini konuşacaksak. აღარაფერი. სად არის? ბაღში შევიყვანე. Edanur. ედანურ, Zeynep. ზეინებ. Be Zeynep. ჩემო ზეინებ. Sen niye gideceksin? რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი? მე კი გეტყოდი, მაგრამ ქალბატონი არ მისმენს. დღემდე ფიქრობს, რომ ის მისი სახლია და ხალილ იბრაჰიმი მისი ქმარია. Elif tamam bir dur. ელიფ საკმარისია გაჩუმდი. O kız sizinle ეს გოგო ახლა თქვენთან ცხოვრობს? Yani temel. საცხოვრებლად არ გადმოცულა, მაგრამ Maşallah. შენს hiçbir ხელიდან არ fırsat უშვებს kaçırmıyor ზეინებ. Şimdi bunlara იქნებ ჯობია დიდემზე ლაპარაკის ნაცვლად შენს ბეჭედზე და იმ კაცზე ვილაპარაკოთ, ვისთან ერთადაც დადიხარ ზეინებ. Benim buraya hiç tahammülüm ამის yok. მოსმენა მართლა არ შემიძლია, მე წავალ. თქვენი ლაპარაკეთ.
Konuşacak bir şey yok. სალაპარაკო არაფერია ედანურ. Mecburdum. იძულებული ვიყავი. Neye mecbur რას ნიშნავს იძულებული იყავი ზეინებ? Ailemi korumak için იძულებული mecburdum. ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი დამეცვა. ეს მიგთხოვა. დედამ, ძმამ, ვინ? İskender. ისკანდერმა. მითხრა თუ მის ვაჟს ცოლად არ გაუყვები, ბევრი სისხლი დაიღურება. თან როცა ხალილ იბრაჰიმის მკლავებში ის გოგონა დავინახე, წასასვლელი არსად მქონდა. ამიტომ მიფიქრე რამე სასარგებლოს გავაკეთებდი. მისმინე. ხალილ იბრაჰიმში რაღაც გაანადგურე. არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ნამდვილად გაანადგურე. არ ვიცი რა უთხარი იმ დღეს, როცა სასამართლო დარბაზიდან გასვლა გვთხოვე, მაგრამ ხალილ იბრაჰიმამ მხოლოდ ტყვია კი არა, ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო შენგან. Biliyorum. ვიცი, Biliyorsun bence de bir şey იცი, biliyorsun. ama მეც ne ვფიქრობ, olursun რომ biraz რაღაც იცი, მაგრამ იქნებ დროა მეც მითხრა. იქნებ შეგვიძლია ყველაფერი დავაბრუნოთ. ყველაფერი გამოვასწოროთ, სანამ ქანს არ გაყოლილ ხარ ცოლად. ან სანამ ხალილ იბრაჰიმს შვილი ეყოლება დიდემისგან. Halil İbrahim დუმილის უფლებით ვისარგებლებ, რადგან არ მინდა ხალილ იბრაჰიმს მეორედ ვუღალატო ედანურ. Sadece şu მხოლოდ ერთი რამ იცოდე. Ne Halil İbrahim. ახლა არც ხალილ იბრაჰიმია ის, ხალილ იბრაჰიმი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, და არც ოღუზია ის, ვინც შენ გიყვარდა. ეს რას ნიშნავს? ჯობია მის შესახებ ოღუზს კითხო ედანურ, კარგი? არ მინდა რამე გითხრა. იქნებ სიმართლე შენმა მაინც გითხრას. ხალილ იბრაჰიმ, Halil, ხალილ, biz gel. ჩვენ არ მოვდივართ? Bir işim var. ჯერ ერთი Halil'in საქმე restorana მაქვს, შემდეგ კი რესტორანში Orada წავალ. buluşuruz. იქ შეხვდებით. დროებით. Eyvallah. კარგი. Tamam. ხო. ნეა ჰატურა რა ხო თუ რა. აშკარა რომ სემამ ზეგავლენა მოახდინა და ზეინების სანახავად წავიდა. ასე ფიქრობ? კი. სხვა შემთხვევაში მარტო რატომ წავიდოდა თუ რა? მართალი ხარ. წამოდი სანამ ჩაი არ გაციებულა. მოდი. Buyurun komutanım. დიახ, უფროსო. მუსას და მის ძმას უთხარი, რომ მეთაურ მეჯნუნს მათთან დალაპარაკება უნდა. კარგი. არკადაშ უკვე 50-ჯერ მაინც გითხარით ხელი არ ახლოთ მეთქი. ვინ შეცვალა? ყველაფერი არეულია. ვინ შეცვალა? ძმაო, შენ გარდა ვინ შეეხებოდა? შიშით ხომ სხვა ახლოსაც არავინ მიდის. იაჰია, სანამ არ შეეხებიან არაფერი მოუვა, ზუსტად ისე როგორც ადამიანს. სანამ არ შეეხებიან არაფერი მოუვა. გასაგებია? კარგი ძმაო, გასაგებია, კარგი. Neyse. Jandarma komutanı gelmiş. Çocuklar პოლიციის უფროსი მოვიდა, ბიჭებს უთხარი ოფისში აიყვანათ. შენთან დალაპარაკება უნდა. ვინმეს ვესროლეთ და არ ვიცი? რატომ უნდა გვესროლა ისე რომ შენ არ იცოდე? მაშინ რატომ მოვიდა კაპიტანს ჩვენგან რა უნდა? Abi ძმაო, dinlemiyorsun ki beni. მე რომ გეუბნები, არ მისმენ. ყველას აქ ეპატიჟები, ნედიმე მიდის, ისკანდერი მოდის. თითქოს სასეირნო ბაღი იყოს. კარგი, წამოდი. არ შეეხოთ. ახლავე მოვალ. გასაგებია? ლამაზია. კაპიტანო, რატომ შეწუხდით? შეგეძლოთ გებრძანებინათ და ჩვენ მოვიდოდით, კაპიტანო.
გავიგე თქვენთან ბევრი ადამიანი მოდის, გადავწყვიტე მეც მოსულიყავი. რა თქმა უნდა. ეს სამყარო ხომ მოკვდავებისაა, თითოეულ სულიერს ერთ დღესაც სიკვდილი მოაკითხავს და ქვები ჩვენი საქმიანობაა. საფლავის ქვებს გულისხმობ. კაპიტანი რა ვერ მიხვდა, იუველირებს ვგავართ? კარგი. ყველა ადამიანს ყავს გარდაცვლილი, აქ საფლავის ქვისთვის მოდიან. მოგძანდით, დაბძანდით. მეთაურს რით გავუმასპინძლდეთ? თხოვყავა მოგიმზადონ. არა, მხოლოდ წყალი. კარგი. მოიცადე. პოლიციის უფროსი თავაზიანობის გამო ამბობს, თქვენთან არც წყალს დავლევ, არც კერტ შევჭამო. გთხოვთ, დაბძანდით, გთხოვთ. თქვენზე ბევრი მსმენია. თქვენი საქმიანობა საფლავის ქვების დამზადებისგან ბევრად განსხვავებულია, ამიტომ გადავწყვიტე პირადად გაგიცნოთ. ესე იგი, იმით თუ იმსჯელებთ, რომ აქ მოხვედით, გამოდის არც ისე კარგი რამ გსმენიათ. თქვენ გვგკითხეთ, ჩვენ კი გიპასუხებთ, სიმართლეს გეტყვით. ხომ ასეა, აია? დიახ, ძმაო. კიკა რას ნიშნავს? ადგილობრივ მოსახლეობაში მკვლელებთან ასოცირდებით. ყველა ასე რატომ ფიქრობს? უფროსო, მე და ჩემი ძმა წარსულის გარკვეულ პერიოდში ამერიკაში გავფრინდით. იქ ნავთობის ჭაბურღილებზე ვმუშაობდით, შემდეგ ოქროს მოძიება დავიწყეთ და გაგვიმართლა. საკმაოდ კარგი თანხა გამომივმუშავეთ და შემდეგ დავბრუნდით. სამშობლო მოგვენატრა. როგორც იტყვიან ხოლმე, ხომ იცით? შემდეგ იჰაიას უთხარი, ბევრი ფული გვაქვს. როგორ შეგვიძლია კეთილი საქმისთვის გამოვიყენოთ მეთქი და იჰაიამ მიპასუხა, რომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანია, რომლებსაც ისე რომ ვერც კი გაიაზრეს, სწორ გზას გადაუხვიეს. შემომთავაზა ამ ადამიანების სწორ გზაზე დადგომაში დავხმარებოდით. მითხრა, ეს საქმიანობა ძალიან მოგიხდებაო. ასე არ არის, ძმაო? ნამდვილად, ძმაო. და რა თქმა უნდა, გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ჩვენ რამე ვთხოვეთ, ძმაო? არა, არც ვთხოვთ, კაპიტანო. მაგრამ ეს ლაქა არასდროს წაიშლება და ახლა სამუდამოდ კიკად დავრჩით ცნობილი. ამიტომ ჯობია ადამიანი მოკვდეს, ვიდრე ყალბი იარლიყი მიაწებონ. ასე არ არის? დიდი მადლობა ასეთი შემეცნებითი ზღაპრისთვის. მოკლედ გეტყვით, სახელმწიფოს ძვირფასი დრო რომ არ გავფლანგოთ. თუ კიდევ ერთხელ ვინმე გეტყვით, გვითხარით და მოვკლავთ, გვითხარით და ჩვენ მოვკვდებით. ეტყვით, რომ პოლიცია გითვალთვალებთ. არც თქვენ ესვრით და არც ჩვენ მოვკვდებით. გასაგებია? იმედია სწორად ახსენი. გაიგეთ? ძალიან კარგად გავიგე, კაპიტანო, ძალიან კარგად. Sen de anladın mı Yahya? შენ გაიგე, იაჰია? დიახ, ძმაო. შეგვიძლია თქვენთვის რაიმე სახის საფლავის ქვა დავამზადოთ? მაგალითად, ლექსით, ყვავილებით. როგორცაც ინებებთ, გრანიტი საკმაოდ გამძლეა. საფლავის ქვა არ მჭირდება, მაგრამ თქვენი საფლავის სანახავად აუცილებლად მოვალ. ასე არ არის, იაჰია? დაგელოდებით, კაპიტანო. დაგელოდებით, კაპიტანო. დამელოდეთ. Oğlum Yahya. ჩვენი საქმე წასულია, ძმაო, ცივმა უფლმა დამასხა. სულ სველი ვარ. Ter boşaldı ya. Sul ter sveli var. boşaldı ya. რა სიტყვით მეთაურო, მართლა მკვლელები არიან თუ თავს გვაჩვენებენ? შვილო, შეუძლიათ ადამიანი დამარხონ, შემდეგ კი ეს იზეიმონ. ეს გაითვალისწინე. ესე იგი თვალთვალს ვაგრძელებთ, კაპიტანო? თვალთვალს აზრი არ აქვს, ვერაფერს მოგიტანს. იმათ თუ უთვალთვალებ ვინც ესალმება, შეიძლება რამე გაიგო. როგორც მიბრძანებთ? ზეინებ, შოთა რატომ უნდა აწვალო? ტაქსიში ჩავშდები და წავალ. ასე როგორ შეიძლება, შოთა 2 წუთში მიგიყვანს. მადლობა. არაფერს.
Hayatım საყვარელო, nasılsın? როგორ ხარ? ხან ჯობდა გითქვა სანამ მოხვიდოდი. ვიფიქრე შეგვიძლია პროტოკოლის ნაწილი გამოვთოვოთ. ღამით მომხდარზე ვერ ვისაუბრეთ, ამიტომ მოვედი. ხო მართლა, შენც მაპატიე დანურ, შენი შეცდომა იყო. არ მეფიქრია, რომ ზოგიერთი იარა ისევ მოუშუშებელი იყო. Bir daha olmaz იმედია diyor. მსგავსი რამ აღარ განმეორდება. რაც Bir მოხდა, daha მოხდა. mekanımıza და gelmeyeceğinize იქიდან göre გამომდინარე, რომ ჩვენს რესტორანში აღარ მოხვალთ, პრობლემაც არ იქნება. Habersiz gelmeyiz. მოვალთ, მაგრამ გაურთლებლად აღარ ხომ ასეა? Dünkü შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ. ამას შეხედე. ეშმაკი ჩამჩურჩულებს, რომ ყველა ძვალი დავუმტვრიო. ეშმაკს დაუჯერე, შოთა. ჩვენც გვიხსენი და ზეინებიც. მართლა? Yok Şota. არა, შოთა. Başımıza kalacak მე sonra. ჯოჯოხეთში მოუხდებით.